ენერგოპრო ჯორჯია ზესტაფონის მომსახურების ცენტრმა აჯამურის ფიდერის რეაბილიტაციის პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი 4500 მეტრამდე ძველი ღია სადენების იზოლირებული კაბელით შეცვლას და ახალი საყრდენების დამონტაჟებას ითვალისწინებს. დაწყებული სამუშაოების ფარგლებში სულ 10000 მეტრზე მეტი ახალი სადენების დამონტაჟება იგეგმება. ამჟამად რეაბილიტაციის პროცესი 9 ძმის ქუჩაზე მიმდინარეობს. მიმდინარეობს იმ წარმატებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ენერგოპრო ჯორჯია ახორციელებს უკვე რამოდენიმე თვეა. დღეს მიმდინარეობს ძველი სადენების შეცვლა ახალი იზოლირებული კაბელებით, რომელიც მიზნად ისახავს აბონენტებისათვის ელექტროენერგიის ხარისხიან მიწოდებას და უწყვეტ რეჟიმში მიწოდება. დღეს ზესტაფონში ასევე მიმდინარეობს 10 კილოვოლტის ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც რამოდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. ეს პირველი ეტაპის მასალები უკვე ფიზიკურად შეტანილია და ასევე ხდება სხვა რაიონებში იგივე სამუშაოების ჩატარება. მასშტაბური სამუშაოებს ვატარებთ თერჯოლის რაიონში, მაგალითად ქალაქის ცენტრში იცვლება ძველი სადენები 9000 მეტრს ახალი სადენით. ესეც იზოლირებული სადენია და ანალოგიურად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია წლის ბოლომდე ყველა სერვის ცენტრში, რომელიც შედის იმერეთის რეგიონალურ ფილიალში, ყველა სერვის ცენტრში ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. ენერგოპრო ჯორჯია ზესტაფონის მომსახურების ცენტრმა როგორც დასავლეთ რეგიონის პრესასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება სამუშაოები უკვე დაასრულა ფიროსმანის გორგასალის, ქოჩიაშვილის, გოზალაშვილის, ნიკო ნიკოლაძის და მაზნიაშვილის ქუჩებზე, სადაც მათი ინფორმაციით დაახლოებით 6000 მეტრი თანამედროვე ტიპის დახურული სადენები დამონტაჟდა. ამჟამად მუშაობა დაწყებული არის ფიდერ აჯამურაზე, რომელიც ემსახურება რამდენიმე ქუჩას და ნაწილობრივ ემსახურება სოფელ თვრინსაც. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული არის დაახლოებით ამ ფიდერზე 10000 მეტრამდე კაბელის შეცვლა, ხოლო რაც შეეხება მთლიანად ზესტაფონის მომსახურების ცენტრს და კონკრეტულად ზესტაფონის ქალაქს, პროექტი ეს არ არის ერთი პროექტი, ეს მიმდინარეობს ეტაპობრივად ყველა ფიდერზე, ყველა ავარიური ფიდერის რეაბილიტაცია მოხდება ეტაპობრივად, ნაწილობრივ სამუშაოების სხვა ფიდერებზეც უკვე განხორციელებულია. მაგალითად სამუშაოები დამთავრებული არის სოფელ მეორე სვირში, მიმდინარეობს სამუშაოების სხვა მომსახურების ცენტრებშიც და ეტაპობრივად განხორციელდება ეს სამუშაოები მთელი მომსახურების ცენტრების ფარგლებში. ქსელის რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი კომპანიის განცხადებით აბონენტებისთვის უწყვეტი ენერგომომარაგებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ისევ დავით მაღრაძემ ჩაიბარა. ხმათა უმრავლესობით ის უკვე მეორედ აირჩიეს ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 153 დელეგატიდან ხმად დავით მაღრაძეს 152 დელეგატმა მისცა. თავმჯდომარესთან ერთად არჩეული იქნა ბიუროს წევრებიც. ბიუროს შემადგენლობა კი 6 წევრით განისაზღვრა. ხმის მიცემამდე დავით მაღრაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს ზესტაფონში პარტია ქართული ოცნების ჩამოყალიბებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობების ანგარიში გააცნო. არჩევნები ჩვენი პარტიის დებულების თანახმად და წესდების თანახმად ტარდება ყოველწლიურად. შარშანაც ამ დროს ჩავატარეთ და მე ვიყავი არჩეული პარტიის თავმჯდომარედ, ასევე იყვნენ წევრები არჩეული ბიუროში. წელსაც ჩვენი პარტიის პოლიტბიუროს წარდგინებით დასახელებული ვიყავ ისე მე იტას ჩემი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე. ესწრებოდა ჩვენ კონფერენციას 158 დელეგატი, პროცედურად 158 დელეგატიდან ესწრებოდა 153, 5 საპატიო მიზეზით არ იყო და 152 ხმით მე ვიქენი არჩეული ისევე თავმჯდომარის პოსტზე. ასევე განვაახლეთ ბიურო, ჩვენ გვაქვს უდიდესი არჩევნები უნივერსალურია თვითმმართველობის არჩევნები წინ და ამიტომ ვეცადეთ რომ ბიუროში ყოფილიყო ძალიან პრინციპული ადამიანები, მებრძოლი ადამიანები, გამოცდილი ადამიანები და ისიც ჩვენი ბიუროც ჩემს მიერ დასახელებული კანდიდატები 152 ხმით, ერთი თავშეკავებული იყო 153 დეპუტატიდან დელეგატიდან იქნენ არჩეული. ძველი მოქმედი ბიურო იყო 4 კაცის შემადგენლობით და თავმჯდომარე ავტომატურად მე-5 წევრად შედის ბიუროში. ეხლა ბიურო განისაზღვრა 6 კაცის შემადგენლობით და მე-7 მე თავისთავად თავმჯდომარე ავტომატურად შედის ბიუროს შემადგენლობაში. ესენი არიან ბატონი თენგიშ ერგელაშვილი, ბატონი ჯონდო ბერეკაშვილი,
ბატონი მალხაზ სარალიძე, ქალბატონი მაია ხვედელიძე, ახალგაზრდულის ბატონი ვაჟა გველესიანი და ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს ბატონი ვახტანგ რობაქიძე.